რუსთავის პროფესიულ სასწავლებელ მოდულში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ და რუსთავის მიერ მატერიალურ ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს. კოლეჯი მოდულში, სადაც 250 სტუდენტია, ქვემო ქართლის მასშტაბით ერთადერთი პროფესიული სასწავლებელია, რომელიც ისეთი პროფილის სპეციალობაზე ამზადებს კადრებს, რისი მოთხოვნილებას რუსთავის შემოქმედ საწარმოებში არსებობს. პროფესიული სასწავლებლები სულ ზღაფავდა დაუფინანსებლობის გამო 100%-იანი დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების შემდეგ უკვე როგორც უმაღლეს სასწავლებლებში ისეა კონკურსები აქვს. ადგილი არის ნაკლები, მსურველი არის მეტი და აქედან გამომდინარე დაინტერესება არის გაზრდი. ყველა ადამიანი, რომელიც აქ დიპლომს მიიღებს, ძალიან მოთხოვნადი არის დღევანდელ ბაზარზე ასეთი ადამიანები, საკმაოდ მაღალ ანაზღაურებად სამსახურებს და სამუშაოებს შეულობენ. ქვეყნის მასშტაბით არსებობს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული 18 პროფესიული სასწავლებელი, ასევე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს თავაზობენ დაინტერესებულ პირებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებით. სახელმწიფო სტრატეგიაში, პროფესიული განათლების განვითარების სტრატეგიაში გათვალისწინებული არის გეოგრაფიული ქსელის გაძლიერება, ანუ ახალი სასწავლებლების დაფუძნებაც და ამაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად მუშაობს.